იდეას, რომ ჩვენ ვირტუალურ სიმულაციაში ვცხოვრობთ, ყავს რამდენიმე გამოჩენილი მომხრე. 2016 წლის ივნისში გამომგონებელმა და ბიზნესმენმა ილონ მასკმა განაცხადა, იმის შანსები, რომ საწყის რეალობაში ვცხოვრობთ, მილიარდიდან მხოლოდ 1-ია. ასევე Google-ის ხელოვნური ინტელექტის გურუმ რეი კუნცვაილმა ივარაუდა, რომ შეიძლება მთელი ჩვენი სამყარო, რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის სამეცნიერო ექსპერიმენტი იყოს სხვა სამყაროდან. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კოსმოლოგ ალაგ გატის აზრით, მთელი ჩვენი სამყარო შესაძლოა რეალურია, მაგრამ ამავდროულად ის რაღაც ლაბორატორიული ექსპერიმენტის მსგავსია. იდეის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი სამყარო შექმნილია რაღაც ზეინტელექტის მიერ, ისევე როგორც ჩვენი ბიოლოგები ქმნიან მიკროორგანიზმების კოლონიებს. პრინციპში არაფერი გამორიცხავს ხელოვნური დიდი აფეთქების შედეგად სამყაროს წარმოქმნის შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება რეალური მატერიისა და ენერგიიდან შედგებოდეს. და თან ეს სამყარო არ გაანადგურებდა იმ სამყაროს, სადაც ის წარმოიშვა. ახალ სამყაროს ექნებოდა საკუთარი სივრცისა და დროის სფერო, იმ სამყაროსგან განცალკევებით, სადაც ის წარმოიქმნა. ეს სფერო მალე განცალკევდება მშობელი სამყაროსგან და მასთან ყველანაირი კონტაქტს დაკარგავს. მაგრამ ეს მაინც არ ცვლის არაფერს. შესაძლოა ჩვენი სამყარო მართლაც დაიბადა ზებუნებრივი არსებების სინჯარაში, მაგრამ ის ფიზიკურად ისევე რეალურია, როგორც ბუნებრივად წარმოშობილი. თუმცა არსებობს მეორე სცენარიც და სწორედ ამ სცენარმა მიიპყრო მთელი ყურადღება, რადგან ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს რეალობის აღქმას. რატომ უნდა გვჯეროდეს მსგავსი არაორდინალური შესაძლებლობის? არგუმენტი ძალიან მარტივია. ჩვენ უკვე თავად ვქნით სიმულაციებს და უკეთესი ტექნოლოგიებით სავსებით შესაძლებელია უმაღლესი ხარისხის სიმულაციის შექმნა, ცნობიერი წარმომადგენლებით, რომლებიც სიმულაციას აღიქვამენ როგორც რეალობას. ილონ მასკის და მის მსგავსად მოაზროვნეების აზრით, ჩვენ მთლიანად მოდელირებული არსებები ვართ. ჩვენ შესაძლოა მხოლოდ ინფორმაციული სტრიქონები ვართ გიგანტურ კომპიუტერში, ვიდეო თამაშის პერსონაჟების მსგავსად. ჩვენი ტვინებიც კი მოდელირებულია და რეაგირებს მოდელირებულ სიგნალებზე. ამ თვალსაზრისით არ არსებობს მატრიცა, რისგანაც თავის აღწევა შესაძლებელია და ეს არის ჩვენი არსებობის ერთადერთი შესაძლებლობა. ჩვენ გვქნით კომპიუტერულ სიმულაციებს არა მხოლოდ თამაშებისთვის, არამედ კვლევებისთვისაც. მეცნიერები სამყაროს ასპექტების სიმულირებას ცდილობენ, როგორც სუბატომური ნაწილაკების, ასევე მთლიანი საზოგადოებების და გალაქტიკების და თავად სამყაროს დონეზეც კი. მაგალითად, კომპიუტერულ სიმულაციებს ცხოველებზე შეუძლიათ გვიანბონ, თუ როგორ ამვითარებენ ცხოველები ისეთ კომპლექსურ ქცევებს, როგორიცაა გუნდებად თუ ჯგუფებად შეგროვება. სხვა სიმულაციებს შეუძლიათ იმის გარკვევაში დაგვეხმარონ, თუ როგორ ყალიბდება პლანეტები